საბჭოთა პერიოდში უგულებელყოფილი იყო სახალხო მედიცინა. ამის ფაქტები ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე ბევრი შემიძლია დავასახელო, მაგრამ ზოგიერთს მოგითხრობთ ამ შემთხვევაში. ჩემი საშუალი ძმა რუბენი იყო მძიმე მალარიით დაავადებული. მაშინ სოფელში ექიმმა დაუჩირქდა ეს ნანემსარები თეძუებზე ორივე მხარეში და გაუმაგრდა, გაკვეთა ექიმმა, ახალგაზრდა ექიმი იყო მაშინ ჩვენთან სოფელში, მაგრამ მის მოშუშებას, მომთავრებას არ დაადგა საშველი. მთელი ღამეები ტიროდა ბავშვი და ჩვენ შეწუხებული ვიყავით მისი დაწყნარებით. ჩემი დედაჩემის დედამ, სულაქველიძის ქალმა, დედას შემოუთვალა საღამოს ახლა დამოყვანილი ჭლინტი ყველი, ასე ხელზე გაასწორე, დაადევი თბილი თეძუებზე და შეუკარი. თუ ბავშვმა კარგად დაიძინა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჭამელი არის, ასეთ სახელწოდება იყო, ის ბაცილები დაჩირქებული ადგილიდან ამ ყველს ქვემოდან დასრუტნული ექნებაო, შეატყობ ამითო და მართლაც გააკეთა დედამ ასე, ბავშვმაც ტკბილად დაიძინა იმ ღამეს ჩვენც დილად ნახა და ეს ყველის ნაჭერი დასრუტნილი იყო ქვემოდან ემით და ახლა ამისთვისო ჭამელს ეტყოდნენ, მაგრამ ლიტერატურულად და რა იყო ახლა აღარ მახსოვს ვისის სახელი და უნდა მიმართოთ სახალხო მკურნალს. აღმოჩნდნენ მართლაც აქ სვიში ორი და წაქაძე, რომლებიც გაუთხოვარი იყვენ უკვე ხნეობაში მოხუცებულები იყვენ და დეკემბერი იწყებოდა. მამაჩემი წავიდა თხოვად გაჭირება ამბავი და უთხრეს, რომ წავალთო მთაშიო, თუ არის კიდევ ის ბალახი, მოვძებნითო და გაგიკეთებთ წამალსო, იმიტომ რომ ზამთარი იწყებოდა და მართლაც მოუძებნიათ. მე არ ვიცი როგორ დაამზადეს, მწვანე ფერი ჰქონდა ეს და მოიტანა ბანკაში იყო შემდეგ და დაურიგებიათ, რომ ეს გააცხელეთ, რომ მაშინ კეთზე გახურებასე და დაადევით თავის წყლიანა ზედ, ისე რომ არ დაწვას, თბილი იყოს და აი დაუბერეთ სულითო, მასრითო, რომ შიგნიო ჭრილობის ნაწილებზე ყველგან მივიდოს დაწიბურებ შესადგილები რო არის ღრმათში და მართლაც, მაგრამ ეს პროცესი იყო საშინელი, კივოდა ბავშვი, ეწოდა, ხო? მაგრამ რამდენჯერმე გაკეთება და უკვე მოშუშთა ჭრილობა ერთ მხარეზედაც და მეორე მხარეზედაც. ეს იმ დროს, როცა უკვე ამოწურული იყო მედიცინის საშუალებებით ამისის იმ დროის სხვაგან ახლა თბილისში წაყვანის და ამას საშუალება არ იყო და იმ ადგილობრივ და ასე გადარჩა რუბენი.